მოდი ახსენეთ. დაეხმარეთ. ეს ავტომობილი იმიტომ ჩამოვიყვანეთ მათე მოტორში, მოდი. რადგან უფრო ნაკლებ ფასში გავყიდოთ ეს ავტომობილები და შეიძლება მომხმარებელმა ნაკლებ ფასში. ყავს როგორც ჰიბრიდი, ასევე ელექტრო. ელექტრო გადის 500 კილომეტრს, საკმაოდ კომფორტული და ძალიან კარგი ავტომობილია და ყავს ჰიბრიდი, რომელიც იტენება 50 კილომეტრს და ბენზინს წვავს 4 ლიტრას. ჯამში ბენზინიანად და ელექტროიანად გადის 1000 კილომეტრს. არის კომფორტული 360 კამერები. ეს ელექტროა, ხო? დიახ, ეს არის ავტომობილი ელექტრო, რომელიც გადის 500 კილომეტრს. 360 კამერები, სენსორები, დისტრონიკი, მოყვება თავის დამტენი იტენება სახლის პირობებში 8 საათში, გიჯდებათ 10 ლარი დატენვა, რომ გაიაროთ 500 კილომეტრი. არის 2025 წლის ავტომობილი, სრულიად ახალი, თავის გარანტიით, რა თქმა უნდა, მათე მოტორსის გარანტიით. გვაქვს ყველანაირი სერვისი, ნებისმიერი ნაწილი, მომსახურება, მობრძანდით ჩვენთან და შეიძლება ნებისმიერი მოდელი. BYD. მოდი, ეს ელექტრო. ახლა ახსენი რა ქვია? ჰიბრიდი. ჰიბრიდი. აი რა არის, რას ქვია ახლა ჰიბრიდი. აი რატომ უნდა იყიდოს ადამიანმა ელექტრო თუ ჰიბრიდი, ხო? ჰიბრიდი მოგეხსენებათ, იტენება 50 კილომეტრს ცალკე. ბენზინს მოიხმარს 4 ლიტრას და ჯამში დატენვით და ბენზინის სავსე ბაკით გადის 1000 კილომეტრს, რომელიც ძალიან ეკონომიურია ქალაქის პირობებში. იგივენაირი სალონი, კომფორტი, დიზაინი, კამერები, სენსორები, დისტრონიკი, მოკლედ ყველანაირი კომფორტი თქვენ ხელშია. აი საბარგული აქვს საკმაოდ დიდი, ხონჩს არ ჩამოვარდება ეს საბარგულის ზომა. როგორც ვიცით, ხონჩს ძალიან დიდი საბარგული აქვს, მაგრამ BYD-ც არანაკლებია, თავის დამტენი მოყვება 8 საათში ნებისმიერად ჩვეულებრივად დაიტენება ავტომობილი. და ეს სპეციალურად ჩვენ თეთრი ფერები მოვიყვანეთ, იმიტომ რომ თეთრი ფერები აქ არის უპირატესობა ტაქსისთვის. დიახ. და ძალიან მალე ხვალ ზეგ შემოვიდა თუ შემოდის თუ შემოვიდა კანონი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდისა და ელექტრომობილები იქნება აეროპორტში მოემსახურება ადამიანები, რომლებიც ჩამოვა, ხო? დიახ, და ასევე ბასლაინზეც მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან, როგორც ირკვევა კანონში, ახალი კანონი შემოდის, ბასლაინზე მარტო ელექტრომობილები წავა. აი, ახლა შენ აუხსენი კიდევ მოსახლეობას, იმიტომ რომ ეს საქართველოში ათასობით ადამიანს აინტერესებს. დიახ. ეს არის ელექტრო, რომელიც გადის 500 კილომეტრს. ეს აჩვენეთ, ეს არის ესეთი ჭყვირით, ვიზუალით და ეს არის ესეთი. რომელსაც ცხაურა აქვს, ეს არის ჰიბრიდი. აი ეს ცხაურა, რომელსაც აქვს, არის ჰიბრიდი. რომელსაც ცხაურა არ აქვს, არის ელექტროავტომობილი, გადის